19 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთესანიკიძე წარმოგიდგენთ. რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ტელეკომპანია იმედის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და ბიუჯეტიდან დაფინანსებული კოორდინატორები გიგი უგულავას ხვალ ბრალს წაუყენებენ. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფულის გათათრების ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება ქალაქ თბილისის მერის გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ. გახმაურებული მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები მოკლულის ოჯახი აჭარის პროკურორის წინააღმდეგ. ერთი პირი ამას ვერ გააკეთებდა და ეს იყო ჯგუფური. მილიარდიანი პროექტი საქართველოში ფოთში ნავთობქიმიური ქარხნის მშენებლობა იწყება. ეს იქნება ორი დიდი ნავთობქიმიური კომპლექსი, რომელიც უმეტესად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. ტელეკომპანია იმედის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და შპს რიყის გამოსყიდვის დღემდე გასაიდუმლოებული დეტალი. გიგი უგულავას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვას, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან რიყის გამოსყიდვისთვის გადახდილი 10 მილიონი დოლარი დედაქალაქის მერმა ჯოზეფ კეის გადაურიცხა და ამ გზით ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი მოიპოვა. საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით გეზერაშვილიც. ბრალდების წაყენების მიზნით უგულავა ხვალ საგამოძიებო ორგანოშია დაბარებული. წლების განმავლობაში სწორედ დედაქალაქის მერი მოიაზრებოდა მედიის მთავარ მაკონტროლებლად. აქვს თუ არა სქემასთან კავშირი იმედის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი არველაძეს, რომელიც ცოტა ხნის წინ სწორედ ტელევიზიასთან დაკავშირებით დაკითხეს. დანაშაულებრივი სქემის დეტალები ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება. ბრალდება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება გაფლანგვა. ქალაქის მერის მიერ ჩადენილი დანაშაული 2007-2012 წლებს მოიცავს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ქალაქის მერს ტელეკომპანია იმედის წილების გადაფორმების პროცესში მონაწილეობას, რიყის ტერიტორიის გასხვისებას და დასუფთავების სამსახურში პარტიული ნიშნით დასაქმებას ედავება. რომ გავაკეთოთ განცხადება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 22 თებერვალს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფულის გათათრების ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება ქალაქ თბილისის მერის გიორგი უგულავას ბრალდების შესახებ. რის საფუძველზეც იგი 23 თებერვალს 2 საათზე დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით. ფაქტობრივად გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია იმედის ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ გიორგი უგულავა იყო. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით გიგი უგულავა ტელეკომპანია იმედის აქციების გადაფორმების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობდა. კერძოდ ქალაქის მერიის მიერ 7 მილიონ დოლარად ძმების შარანგიების კომპანიაზე გასხვისებული ტერიტორია გიგი უგულავამ უკან 17 მილიონ დოლარად გამოისყიდა. გამოძიების ინფორმაციით ქალაქის მერმა ძმების შარანგიებთან გარიგების შედეგად მიღებული 10 მილიონი დოლარი ტელეკომპანია იმედის იმდროინდელ მფლობელს ჯოზეფ კეის გადასცა. ორი ეპიზოდია, რომლის მიმართაც არსებობს კითხვები, რომლებზეც ბატონ გიგი უგულავას მოუწევს გასცეს პასუხი ხვალ 2 საათს. გიგი უგულავას წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება თბილსერვის ჯგუფში ადამიანების ფიქტიური დასაქმებაა. დასუფთავების სამსახურში პარტიული ნიშნის დასაქმების ფაქტთან დაკავშირებით გიგი უგულავა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გამომძიებლებმა საკუთარ კაბინეტში დაკითხეს. პროკურატურა ერთი რო ჩიხშია, მეორე რომ ჩქარობს. აშკარაა რომ ჩიხშია, იმიტომ რომ მოუწევთ 1000-მდე ადამიანის კიდევ დაკითხვა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გაშიფრულ სქემაში ქალაქის მერის გარდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით გეზერაშვილიც ფიგურირებს. გასულ კვირას გამოძიებამ კითხვები ტელეკომპანია იმედზე და რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით იმედის ყოფილ დირექტორს გიორგი არველაძესაც დაუსვა. არანაირი კითხვა, არც კონკრეტულად უგულავაზე, არც კონკრეტულად რიყის თემაზე, საერთოდ რამე კავშირზე იმედსა და რიყის შორის მსგავს თემებზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით ქალაქის მერთან კითხვები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. თუმცა გიგი უგულავა ამ თემაზე პასუხის გაცემას წლების მანძილზე თავს არიდებდა. რომ აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ის რომ ეს ტერიტორია გასხვისდა ხელისუფლებასთან, ასე ვთქვათ, დაახლოებულ კომპანიაზე და შემდეგ ამ კომპანიამ მიიღო 10 მილიონის შემოსავალი, ისე რომ მას არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ქალაქის მერს საგამოძიებო ნაწილში ხვალ 12 საათზე ელოდებიან.
კიდევ ერთი ბრალდება გიგი უგულავას წინააღმდეგ თბილისის მერს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მეორე ეპიზოდში ცედავებიან. საუბარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტთა ფიქტიურ დასაქმებაზე. გამოძიების ხელთარსებული მასალებით ქალაქის ბიუჯეტიდან ყოფილი მმართველი პარტიის კოორდინატორთა ხელფასებში 4 მილიონზე მეტი ლარია გადარიცხული. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დღევანდელი განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებიან. თამთა ჯანაძე გაეცნო საქმის მასალებს დაისახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს თამთა გისმენთ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დედაქალაქის მერს საბიუჯეტო სახსრებით ნაციონალური მოძრაობის თვალთმოქმედურ დაფინანსებას ედავება. გამოძიების მტკიცებით გიგი უგულავას დავალებით თბილსერვის ჯგუფში შექმნილი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურად ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის ფულის დარიგების მიზნით. იქ ფიქტიურად გამოძიების მტკიცებით გაფორმებული იყო 764 აქტივისტი. ფინანსური პოლიცია აცხადებს ასევე იმასაც, რომ უმეტესობას ამ სამსახურში ფაქტობრივად არც უვლია და ისინი მხოლოდ პარტიული საქმიანობით იყვნენ დაკავებული, თუმცა ამის მიუხედავად მათ ბიუჯეტიდან ხელფასის სახით საბოლოო ჯამში 4.130.728 ლარი ჩაერიცხათ. მისი დავალებით 2009 წლის 31 დეკემბერს შპს თბილსერვის ჯგუფში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისათვის ფულის დარიგების მიზნით სპეციალურად შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, სადაც ფიქციურად გაფორმდა 764 აქტივისტი, ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია და ეწეოდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა მათ ხელფასის სახით დედაქალაქის ბიუჯეტისათვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მიღებული აქვს 4.130.728 ლარი. დედაქალაქის მერთან დაკავშირებულ ბრალდებას დღეს პარლამენტში გამოეხმაურნენ. საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ საქმე კანონდარღვევას ეხება, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ისინი კვლავ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ. ეს 7 და ნორმალური აღქმის საჭიროებას მოითხოვს, ჩემი აზრით, არავინ არ არის ხელშეუხებელი. იქნება ეს იმუნიტეტის მქონე სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, დეპუტატი, თუ იქნება ეს ქალაქის მერია ნებისმიერი თანამდებობის პირი. ნახოთ, მეც ვერაფერს ვიტყვი, მე ველოდები რა იქნება ამის შედეგი. რამოდენიმე კვირის წინ ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაანახოს, რომ ის როგორც პარტია აღარ არსებობს. ამ მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, როგორც დღეს გაჟღერდა, რაც გულისხმობს არჩეული დედაქალაქის მერის მიმართ ბრალის წაყენებას. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან განსხვავებულ პარლამენტში, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ოპოზიციური პარტია არსებობს მათ გვერდით და გამოთქვამს თავის პოზიციას ყველა საკითხთან დაკავშირებით. დედაქალაქის მერის საქმიანობასთან დაკავშირებით დღეს განცხადება პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილის განმარტებით მან ვრცლად ისაუბრა გიგი უგულავას კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე და აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჩემი საკუთარი ფულის დახარჯვის საშუალება არ მომცეს არჩევნების პროცესში და 20% დავაფინანსეთ მხოლოდ საფინანსო კამპანია. მან ბიუჯეტის ფული დახარჯა, ჩვენი ხალხის ფული დახარჯა, გაჭირებული ხალხის ფული, აი ნაგავი რომ მიაბეს. მე რაც ვიცი, მედიიდან და ნაგავი რომ მიაბეს ელექტროგადასახადებს, აი ეს ფული დახარჯა და მაგ დასაქმების უფლება მას არ ქონდა. ესე თვითნებურად ხარჯოს ბიუჯეტის ფული არავის არ მიუნიჭებია მისთვის ეს უფლებები და პასუხი აგოს კონკრეტულ კითხვებზე. თბილისის მერიაში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა, როგორც მერის პრესსამსახურში აცხადებენ, დედაქალაქის მერის საგანგებო განცხადებას ზუსტად 1 საათში 10 საათზე გააკეთებს. გიგი უგულავას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთი საქმე მერიის წინააღმდეგ მათე მოტორსის მფლობელი ქონების მართვის სააგენტოს უჩივის გელა ბარკალაია ქალაქის მთავრობას საკუთრების იძულებით ჩამორთმევაში ადანაშაულებს და იმ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს, სადაც ეგრეთ წოდებული დაკიდული ხიდი უნდა აშენებულიყო. თუმცა ახალი მთავრობის გადაწყვეტილებით პროექტი შეჩერებულია. საუბარია სანაპიროზე მდებარე 1600 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე, რომელიც ბარკალაიამ ქალაქის მთავრობას დიღომში მდებარე სხვა ფართში გაუცვალა. ბიზნესმენის სარჩელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტი სწავლობს. დღეს ეს ადამიანი სრულად უნამუსოდ, იმიტომ რომ ეს როგორც ჩანს პროკურატურამ შეუჩხიკინა, ითხოვს იმის დატოვებასაც და ამ მიწის დაბრუნებასაც.
მეგობრებო, ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს განცხადება ქალაქის მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში დაკითხვაზე მოწმის სახით თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი დავით ჭედია დაიბარეს. 1525 კვადრატული მეტრის ნაცვლად გელა ბარკალაიას საკუთრებაში გადავეცით და გაუცვალეთ 8085 კვადრატული მეტრი. გამოძიებას სრული ინფორმაცია და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით და შესაბამისად თუ დაჭირდება კიდე კითხვები გამოძიებას მზად ვართ ვითანამშრომლო და ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. ეს იყო სრული აბსურდი და სიცრუე გელა ბარკალაიას მხრიდან. დიღომში მტკვარზე დაკიდებული ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით ქალაქის მერიამ მათე მოტორსის ფლობელებს ადგილმონაცვლეობის პრინციპით 4-ჯერ მეტი მიწის ფართობი გადასცა. თუმცა მათე მოტორსის ფლობელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ტერიტორიის დათმობა ზეწოლითა და იძულების წესით მოხდა. მას სურს კომპენსაციის სახით სწორედ ის 1600 კვადრატული მეტრი მიწა დაიბრუნოს, რომელიც ხიდის ასაშენებლად მერიას დაუთმო. ჩვენ ვითხოვთ დღეს იმ კომპენსაციას, რაც ჩვენ დღეს გაგვაჩერეს. კომპენსაცია რა გამოუვა მდგომარეობაში ეს მიწა უნდა დაგვიბრუნონ უკან კომპენსაციის სახით. 80 მილიონიანი ხიდის მშენებლობა, რომელიც ევრაზიის განვითარების ფონდის დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო, ამ დროისთვის შეჩერებულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევრაზიის ფონდმა პროექტის განხორციელებაზე უარი მერიის მხრიდან საერთაშორისო ნორმების უგულველყოფის გამო თქვა. დაგვხდა ამ ხიდის პროექტი, რომელიც ჯერ არ იყო შეთანხმებული დონორთან. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი ითვალისწინებდა განსახლების პროგრამას. განსახლების პროგრამა უნდა განხორციელებულიყო დონორის წესების მიხედვით. განსახლების პროგრამა განახორციელა ქალაქის მერიამ, დღეს რაზეც იყო საუბარი ეს მათე მოტორსი. მათე მოტორსთან ჰქონდა მერიას ურთიერთობა, რა წესებით როგორ განახორციელა ეს განსახლება მათე მოტორსთან, ეს მერიის და მათე მოტორსის გასარკვევია. არაშენებული ხიდისა და მათე მოტორსის საკითხს ახლა უკვე საგამოძიებო სამსახურები სწავლობენ. ამ წუთებში ბუტა რობაქიძის მამა მთავარ პროკურორს ხვდება. წინასწარ ცნობილია, რომ სოსო რობაქიძე არჩილ კბილაშვილს პოლიციის მყოფილი თანამშრომლების დასჯას მოსთხოვს, რომლებმაც 9 წლის წინანდელ მკვლელობაზე ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალეს. სხვა შემთხვევაში მოკლულის მამა ქვეყნის დატოვებით იმუქრება. ახლა ნოდარ ჩაჩუას ჩავთავთ პროკურატურიდან. პირდაპირ ეთერში ნოდარ, გამოვიდა თუ არა სოსო რობაქიძე სამართალდამცავი უწყებიდან? დიახტამთა უკვე მთავარი საგამოძიებო უწყება სოსო რობაქიძემ დატოვა და მან მედიასთან კომენტარიც გააკეთა, როგორც მან აღნიშნა, როგორც თავდაპირველად იგი აცხადებდა, მისი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა იყო სწორედ საკუთარი შვილის ბუტა რობაქიძის მკვლელობის გარემოებების გამოძიება. მან მედიასთან განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომ ამის პირობა მან მთავარი პროკურორისაგან მიიღო. ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე თავდაპირველად ამბობდა და იგივე გაიმეორა უკვე შეხვედრის დასრულების შემდეგაც, რომ თუ კი გამოძიებული არ იქნება სამართალდამცავი მიერ აღნიშნული საქმე, მაშინ იგი იძულებული გახდება დატოვოს ქვეყანა და მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი სხვა რომელიმე ქვეყანაში. მითხრა ეს კვლელები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა ზურა ვაზაკაშვილის კვლელებაში, ბუტა რობაქიძის კვლელებაში, სანდრო გულაშვილის. ეხლა თუ ქვეყანაში გია ბარამიძის ნაირი ადამიანი, რომელმაც ეგზეკუცია ჩაუყვანა სვანეს და იქნება პარლამენტში დეპუტატად და ღვინიაშვილის ნაირი ადამიანი იქნება და ამათ არ დაჟიან. მე პირდაპირ გეუბნებით რა. მე ესეთ ქვეყანაში ცხოვრება არ მინდა. ეს სალკე თემაა, ირაკლი ოგურაგლის თემა და ამ დღეებში აუცილებლად დავაყენებ ვახსაგის. დღესვე პროკურატურა ავრცელებს იმ ჩვენებებს, რომელიც ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ პატრულ ინსპექტორმა დიდიბოჩიხურეთის პატრულ ინსპექტორმა ლევან ლობჟანიძემ მისცა პროკურატურას 2012 წლის 3 დეკემბერს, ხოლო ამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში იგი გამოვიდა და აღნიშნა, რომ ჩვენება ზეწოლის შედეგად იყო მიცემული. სწორედ ამ გავრცელებული საუბრის შემდეგ პროკურატურა ავრცელებს ლობჟანიძის მიერ მიცემულ ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყველა ჩვენებას და 6 ჩვენებიდან ჩვენ ეხლა წარმოვადგინეთ სწორედ 6 ჩვენება და 6 მიცემული ჩვენებიდან თითქმის ყველა ჩვენება არის ერთი და იგივე ეპიზოდთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული. მაგალითისთვის 2004 წლის 14 ნოემბერს იმ დღეს როცა აღნიშნული ფაქტი მოხდა პატაკში ინსპექტორი ლობჟანიძე წერს მსგავს რამეს, რომ ჩვენი მისვლისთანავე მანქანის უკანა მარჯვენა მხრიდან გადმოხდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც განახორციელა გასროლა ორჯერ ავტომატური იარაღიდან ჩვენი მიმართულებით. პატრულ ინსპექტორი ბაშალეიშვილი საპასუხო სროლის შედეგად აღნიშნული პიროვნება იქნა განეიტრალებული.
გურდაძემ მანქანის გვერდზე დააგდო ავტომატი, მიქაბერიძემ დააგდო რევოლვერი და დანგაძემ დააგდო ხელყუბარა. თუმცა 24 და 7 აპრილის მიცემულ ჩვენებებში უკვე თავად ლობჟანიძე დაგდების ფაქტს აღარ ასახელებს და აცხადებს, რომ დავინახე, რომ მანქანის უკანა მარჯვენა კარებიდან გადმოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მოძრაობდა მანქანის საბარგულის მხარეს. როდესაც გაუსწორდა საბარგულს, მე დავინახე ავტომატი და ამ მომენტში იმ ბიჭმა ჩვენი მიმართულებით განახორციელა 2 გასროლა. მის გასროლაზე მე წამიერად დავიკუზე, რა დროსაც ჩემმა მეწყვილემ ბაშალეიშვილმა განახორციელა გასროლა მისი მიმართულებით. პარალელურად მან ლობჟანიძემ დაინახა, რომ ავტომანქანის წინა მარჯვენა კარები იყო ღია, საიდანაც გადმოხდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც ძირს გადმოაგდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. და მის შემდეგ უკანა მარჯვენა სავარდიდან გადმოვიდა ბიჭი, რომელსაც ხელში ეკავა რევოლვერი. გადმოვიდა კიდევ ერთი ბიჭი, რომელმაც ძირს დააგდო ხელყუბარა. თუმცა 7 აპრილს მიცემულ ჩვენებაში უკვე შემდეგი განცხადება, შემდეგი ჩვენება არის მიცემული და აღნიშნული ფაქტი მისვლასთან დაკავშირებით ბაშალეიშვილის მიერ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ისევ დატოვებულია ჩვენებაში, თუმცა უკვე ლობჟანიძე 7 აპრილს 2005 წლის 7 აპრილს მისემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ მას არ დაუნახია თუ როგორ დააგდო იარაღი თავად ამ ახალგაზრდებმა, ამ ეჭვმიტანებლებმა, მან დაინახა, რომ დაისუნახა, რომ ასფალტზე იწვა სწორედ ახალგაზრდა ადამიანები, რომელსაც გვერდით ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა დადებული. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია უკვე 2012 წლის 3 დეკემბერს ბოლოს მისემული ჩვენება, სადაც იგი აცხადებს შემდეგს, რომ მანქანიდან გადასვლის მომენტში გავიგონე გასროლის ხმა, ჩავიმუხლე, იყო საკმაოდ დიდი დაბნეულობა. თუ არ ვწდები მივყავდი ჩემს მანქანას, რათა გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება. სასწრაფო დახმარების ფაქტი პირველად არის აღნიშნული 5 ჩვენებიდან განსხვავებით. დავინახე ახალგაზრდა გარდაცვლილი ბიჭი, რომლის გვერდზეც არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ იყო. ასევე ავტომანქანის გარშემო და მის საბარგულზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი ან საბრძოლო მასალა არ ყოფილა იმ მომენტისთვის, როდესაც მე შევათვალიერე შემთხვევის ადგილი. აი ეს არის ის ჩვენებები, რომელიც პატრული ინსპექტორმა ბოლო წლების განმავლობაში გამოძიებას მიცა, ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები, ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ ლობჟანიძე თავად პროკურატურაში ისევ იქნეს დაბარებული, თუმცა იქნება თუ არა მისი ჩვენება ბოლო ჩვენებისაგან რადიკალურად განსხვავებული, ეს ჯერჯერობით უცნობია. შეცვლილი ჩვენებები და სოსარო ბაქიძე შეხვედრა მთავარ პროკურორთან, პროკურატურიდან ნოდარ ჩაჩუვა საუბრობდა. უბედური შემთხვევა ლადო ვარძელაშვილის საცხოვრებელ სახლში დაღუპულია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დევისი რაზე შემთხვევით გასტროლილმა ტყვია მიმსხვერპლა. პირი, რომელსაც ტეტეს სისტემის იარაღიდან ტყვია გაუვარდა, დღეს დილით დაკითხვის შემდეგ დააკავეს. აყვანილია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრიც. ლადო ვარძელაშვილს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი. რა მოხდა გვიან ღამით ნუცუბიძის 26 ნომერში, ნუცა აბაშიძე დეტალებით. სპორტისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ლადო ვარძელაშვილს ბრალად იარაღის უკანონო შენახვას წაუყენებენ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვარძელაშვილთან ერთად დაკავებული არიან მისი ქვისლი ვახტანგ ბიჭაშვილი და ზვიად ქავთარაძე. აქ არის გაუთხილებლებითი მკვლელობა, იარაღი გაუვარდა ერთ-ერთ ლადო ვარძელაშვილის მეგობარს, ქავთარაძეს. ასევე დაკავებულია ქავთარაძე, ასევე დაკავებულია იარაღის მესაკუთრე ბიჭიკაშვილი, ლადო ქავთარაძის ქვისლი. სხვა დეტალებს ვერაფერს ვერ გეტყვით. საქმე სავარაუდოდ გამოიძიებს ქალაქის პროკურატურა, ვინაიდან პოლიციელის ბრალეულობა იკვეთება აქ. იარაღისადმი უდიერად მოპყრობა. უბედური შემთხვევა გუშინ გვიან ღამით ნუცუბიძის 26A-ში მოხდა. მეგობრები ლადო ვარძელაშვილის სახლში შეიკრიბნენ. ყოფილმა მინისტრმა სტუმრებს მისი ქვისლის, ვახტანგ ბიჭაშვილის მიერ ნაჩუქარი ტეტეს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი აჩვენა. დათვალიერების დროს ერთ-ერთ სტუმარს იარაღი გაუვარდა და მის პირდაპირ მდგომ დევისი რაძეს გულმკერდის არეში მოხვდა. მქონდა სეიფში შენახული ეს იარაღები. შემდეგ ჩემმა მეგობრებმა დაათვალიერეს ჩემი იარაღები, კოლექცია, ჩემი და ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს შემთხვევით გაუვარდა ეს იარაღი და მოხდა ეს უბედური შემთხვევა. წავედით ლადოს პირადი იარაღების დასათვალიერებლად. დათვალიერების დროს მოხდა ჩემს მიერ გასროლა. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროშიც გააკეთეს. ზვიად ქავთარაძე ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ასევე დადგინდა, რომ იარაღი რეგისტრირებული იყო ლადო ვარძელაშვილის ნათესავის სახელზე, რომელმაც 2010 წელს აღნიშნული პისტოლეტი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილ მინისტრს საჩუქრად გადასცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე უბედური შემთხვევიდან რამდენიმე წუთში მივიდა. სირაძე უკვე გარდაცვლილი იყო.
ჩვენი ბრიგადა დროულად გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, მაგრამ მის დროს სამწუხაროდ ავტომობილში დაგვდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილი გვამი. სავარაუდოდ ჭრილობა მიყენებული იყო სასასული იარაღით და დაჟინებული თხოვნით იქ ყოფი ადამიანების ჩვენს მიერ გადაყვანილი იქნა ეს პაციენტი ემერჯენსის კლინიკაში. დევი სირაძე სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მუშაობდა. სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ოჯახს უკვე მიუსამძიმრა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ღრმამწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის. დევი სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს. გარდაცვლილი სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. მომხდართან დაკავშირებით ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. ინციდენტზე არც დაკავებულის ოჯახის წევრები საუბრობენ. არანაირი ინფორმაცია. აი ამ წამს მოვედი და ვიცი რომ დევი იყო ჩემი აი უახლოესი მეგობარი და ეგეთ წესიერი კაცი მე მგონი თბილისში ძალიან ცოტად არის. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული. ინციდენტს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო იძიებს. ბათუმში მომხდარი მკვლელობის დღემდე უცნობი დეტალები რა კავშირი აქვს საჭარის პროკურორს 2011 წლის აგვისტოს ინციდენტთან მოკლული 18 წლის სპორტსმენის ოჯახი პროკურატურას არაობიექტურ გამოძიებაში სდებს ბრალს. საუბარია მტკიცებულებების გაყალბებაზე. დაზარალებულთა მტკიცებით დანაშაულის თანამონაწილე 4 ახალგაზრდა ამ დრომდე დაუხრჩელია. მოკლულის ახლობლები ახალგაზრდების მფარველობაში პირადად აჭარის პროკურორს ადანაშაულებენ. სიზმარში მგონია თავი. ერთი გიორგი იყო 18 წლის შვილის მკვლელობის გამო დამნაშავეების დასჯას დედა წელიწად ნახევარია ითხოვს. 2011 წლის 23 აგვისტოს ბათუმის ბულვარში მოკლული 18 წლის სპორტსმენის გიორგი ლალიაშვილის დედა ამტკიცებს, რომ შვილის მკვლელობაში 5 ადამიანი მონაწილეობდა. თუმცა ძიებამ მხოლოდ ერთი ლევან ნინუა დააკავა. სხვები კი ამ დრომდე არ დასჯილან. არა ჩვენ დარწმუნებული ვარ და ეჭვია გვეპარება ამაში. ერთი პირი ამას ვერ გააკეთებდა და ეს იყო ჯგუფური მკვლელობა ნამდვილად. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავეების მფარველობაში აჭარის პროკურორს რამაზ შალაძეს ადანაშაულებს. გარდაცვლილის მამის თქმით, პროკურორმა სასამართლოს შეგნებულად არ გადასცა მტკიცებულებები, კერძოდ სათვალთვალო კამერით გადაღებული მასალა, საიდანაც ჯგუფური მკვლელობა დასტურდებოდა. ყველაფერი არ მაჩვენეს როგორ შემოდიან სკვერში, როგორ ბრუნდება ეს ურტყავს, როგორ სცემენ გიორგის და როგორ ურტყავენ დანას. გიორგი ლალიაშვილი გახლავართ, ესეც კარგად იცით, მაგრამ 18 წლის თბილისელი გიორგი ლალიაშვილი ბათუმში მეგობრებთან ერთად გაემგზავრა. ახალგაზრდებს სასტუმროში ღამის გასათევი თანხა არ ჰქონდათ და ავტომანქანაში იცინებდნენ. 2011 წლის 23 აგვისტოს ღამეც პარკის მახლობლად ავტომანქანაში ათენებდნენ. ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში უცნობი მამაკაცი მიეჯახა, რასაც ავტომანქანაში მსხდომი ახალგაზრდების გინება მოჰყვა. გინებას ახალგაზრდების ორ ჯგუფს შორის ფიზიკური დაპირისპირება. ძიების თანახმად ინციდენტის დროს 22 წლის ლევან ნინუამ დანით გულმკერდის არეში დაჭრა 18 წლის გიორგი ლალიაშვილი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ნინუა კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძიებისაგან განსხვავებით ჯგუფურ მკვლელობას ადასტურებს გარდაცვლილის მეგობარი გიორგი ეჯიბაშვილიც, რომელიც იმ ღამეს ავტომანქანაში გიორგისთან ერთად იმყოფებოდა. ხო, ნუ წავედით ერთად გავედით გვერდზე. დავინახე რომ ჩემს წინოდნავ წინ იყო გიორგი და ხელი მოუქნია ერთ-ერთმა. და მე მივედი გიორგს დასახმარებლად. და იმ მომენტში მე წავიკეცი. და დავარის მომენტში დავინახე ხალხი ბევრი იყვნენ და ჩხუბი მიდიოდა. ხო, ჩვენოთ სადაიწყო აღნიშნული ინციდენტი. ის ადგილი მიმითითოთ ხელით. სამტრედიელი წარსულში სხეულის მძიმე დაზიანებისათვის ნასამართლები ლევან ნინუა სამართალდამცავებს იმ ადგილს უჩვენებს, სადაც 18 წლის ახალგაზრდა მოკლა. პოლიციამ ის მკვლელობიდან 3 დღის შემდეგ დააკავა. ბრალდებულმა მკვლელობა აღიარა და ამ დანაშაულში მისი მეგობრების მონაწილეობაც დაადასტურა. თუმცა საქმის პროკურორი რამაზ შალაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ სხვა ახალგაზრდების ბრალეულობა ძიებამ ვერ დაადგინა. სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო მასალის ჩვენებაზე კი უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი ხარვეზებით არის. დანარჩენი პიროვნებების ბრალეულობა გიორგი ლალიაშვილის განზრახველობაში არ გამოკვეთილა. როგორც აგიხსენეთ, სიკვდილის მიზეზი იყო მხოლოდ ლევან ნინუას მიერ გიორგი ლალიაშვილისათვის მიყენებული ერთი ჭრილობა.
მეცხრე არხი იმ ადამიანებთან გასაუბრებასაც შეეცადა, რომლებსაც გარდაცვლილის ოჯახი ბრალს ზრდებს. თუმცა აღნიშნულ საქმეზე საუბარი მათ არ ისურვეს. ლევან ნინუას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი მსჯავრდებულ სასჯელი 2 წლით შეუმცირა. დაზარალებულის ოჯახის საქმის ხელახლა ობიექტურად გამოძიებას და მკვლელობაში მონაწილე ყველა ადამიანის დასჯას ითხოვს. და დღის სხვა თემები მთავრობის 100 დღე ბიძინა ივანიშვილმა დღეს დიპლომატებს ხელისუფლების სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა. ელჩებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრას მთავრობის რამდენიმე წევრიც დაესწრო. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა ეკონომიკური პროექტები, საგარეო პრიორიტეტები, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს. პრემიერის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ნაციონალების მიერ დაანონსებულ აპრილის აქციაზეც იკითხეს და პრემიერ-მინისტრის პოზიციით დაინტერესდნენ. ბიძინა ივანიშვილი 50 დღით ადრე დაანონსებულ მიტინგს არასერიოზულს უწოდებს. 19 აპრილს იუმორის გარეშე ალბათ საზოგადოებას მე ვერაფერს ვერ ვეთყოდი, რომ მეტი იუმორი გამოვიყენოთ რამდენადაც ესეთ სასაცილო თემებს ხრიან უკვე და მეტი ხუმრობა, მეტი იუმორი. სანამ ისინი არ შეიცვლიან პოზიციას და სიცრუის ნაცვლად კონსტრუქციულ ოპონირებაზე და კონსტრუქციულ პოზიციას არ დაიჭერენ, ჩვენ მოვახერხოთ საზოგადოებამ და იუმორით შევხედოთ. ჩემი აზრით ეს იქნება კარგი პასუხი თქვენ შეკითხვაზე, რამე თუ აქ არაფერი სერიოზული არაა და არაფერი სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება. ფიქრობს პრემიერი პირადად ამ ღონისძიების შესახებ და მან უპასუხა, რომ საქართველოში ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, საშუალება და მთავრობა არის იმისი გარანტორი, რომ ყველას ვისაც ექნება ამისი სურვილი, ექნება ამისი შესაძლებლობაც, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რისთვის კეთდება, რა მოწოდებით კეთდება ეს მიტინგი, მან აღნიშნა, რომ მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია საკითხის ასე დასმა. შეხვედრაზე საქართველოს საერთაშორისო პრიორიტეტები და ეკონომიკური განვითარება განვიხილეთ. ახალი მთავრობის 100 დღიანი მუშაობის შეფასებისას იმ პრიორიტეტებზე გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანებისთვის დაეხმარება. საქართველოში მილიარდიანი ინვესტიცია შემოდის დაგეგმილია ნავთობქიმიური კომპლექსის მშენებლობა, რომელშიც $1 მილიარდ აზერბაიჯანული კომპანია სოკარი დახარჯავს. სამშენებლო სამუშაოები ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში დაიწყება. ანალოგიური საწარმო პარალელურად აზერბაიჯანშიც შენდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უმსხვილესი აზერბაიჯანული ნავთობ კონსორციუმი საქართველოში მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას გეგმავდა, აქამდეც არსებობდა. მაგრამ ამ დრომდე უცნობი იყო მისი შინაარსი და საინვესტიციო მოცულობის სიდიდე. დღეს კი კონკრეტულად გაირკვა, რომ სოკარი შავიზღვისპირა რეგიონში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 60 ჰექტარ ტერიტორიაზე ქიმიურ სამრეწველო ქარხანას ააშენებს. ამის შესახებ მეცხრე არხის გადამღებ ჯგუფ სოკარ ენერჯი ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მაირ მამედოვმა განუცხადა. სულ ახლო მომავალში ჩვენ დავიწყებთ მსხვილი ქიმიური კომპლექსის მშენებლობას. მისი საწარმოო მიმართულებები ამ ეტაპზე განიხილება. ჩვენი სპეციალისტების ჯგუფი ამჟამად სამხრეთ კორეაში იმყოფება, სადაც კომპანია Samsung-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს. სწორედ Samsung-ი უხელმძღვანელებს იმ კონსორციუმს, რომელიც ქიმიურ სამრეწველო ობიექტებს აზერბაიჯანსა და საქართველოში ააშენებს. ეს იქნება ორი დიდი ნავთობქიმიური კომპლექსი, რომელიც უმეტესად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. დღეს პრემიერ-მინისტრისგან ცნობილი ხდება, რომ სოკარის ქიმიური კომპლექსი აგროსამრეწველო დანიშნულების იქნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობის მიუხედავად, რომელიც დაახლოებით $1 მილიარდ შეადგენს, მთავრობა მას როგორც რიგით ეკონომიკურ მოვლენად განიხილავს. სავარაუდოდ იმ მოტივით, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები მინისტრთა კაბინეტის წინაშე უკვე მრავლადაა გამოვლენილი. სასუქების ქარხანა შენდება. ჩვენი ხელისუფლების სახელმწიფოს მონაწილეობით, რაც მისასალმებელია, ჩვენ გვექნება ჩვენს ქვეყანაშივე კიდევ სხვა ტიპის სასუქები, რაც აზოტი არსებობს რუსთავში თქვენიცით და აქ განსხვავებული ტიპის სასუქები წარმოება. კარგია, მაგრამ რო ვთქვა, რომ ეს ჩვენი პროგრამა იყო და ეს იყო დაგეგმილი უფრო ადრე, ამაზე საუბარი იყო და პროექტი არსებობდა, ჩვენ ჩავერთეთ პატარა შესწორებები პროექტში. შევიტანეთ და მე მგონი განახორციელებთ. ბიზნეს ჯგუფების მხრიდან გამოხატული დაინტერესების ფონზე მთავრობა იმ იმედით, რომ საქმიანი ინტერესი რეალურ პირდაპირ ინვესტიციად იქცევა, ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს სხვაგვარად აფასებს. ფინანსთა მინისტრისთვის 6%-იანი ზრდა უკვე პესიმისტური გათვლაა. დოდარ ხადური მნიშვნელოვნად დიდ ეკონომიკურ ტემპს ელოდება. იანვარში საქართველოს ექსპორტის 25%-იანი ზრდის მაჩვენებელი შარშანდელი იანვართან შედარებით კიდევ უფრო პესიმისტურს ხდის ჩემს პროგნოზებს.
სხვა მხრივ ყველაფერი კარგად იქნება, წელს ეკონომიკა გაიზრდება, მნიშვნელოვნად გაიზრდება მოხმარება, მნიშვნელოვნად გაიზრდება ინვესტიციები და მე ძალიან მიხარია რომ აი დღეს დილით 1 საათის განმავლობაში 2 სერიოზულ ინვესტორს შევხვდით. ფერი მოქმედებს ძალიან საინტერესო პრინციპით, ზვავის პრინციპით. ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებული სხვა დეტალები სავარაუდოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სოკარის სამხრეთ კორეულ გიგანტთან და ამავდროულად საქართველოს ხელისუფლებასთან პროექტის ტექნიკურ საკითხებს შეათანხმებს. ახლა გამოშვებაში რეკლამის სრუა რამდენიმე წუთში დღის სხვა მთავარი თემებით დავბრუნდებით. დაგვალოდეთ. საქართველოს ახალი ვალდებულება ავღანელ სამხედროებს საქართველოში გაწვრთნია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო ძალიან დაინტერესებულია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და ჩვენ ამას მივესალმებით. დაარეგულირებს თუ არა კანონი პარლამენტართა ჩაცმულობას, დეპუტატების ნაწილი ეროვნულ სამოს ირჩევს. გუშინ პარლამენტთან რამოდენიმე ცხენი იდგა, ალბათ დაინახეთ მართლა უგონთ. და მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი გვიახლოვდება. საზეიმო ღონისძიებების დროს ძალიან საინტერესო იქნება და კარგი საყურებელი მამაკაცები ჩოხალხალუხში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი ცხრაზე. თავდაცვის უწყების ახალი ვალდებულება ავღანელ სამხედროებს საქართველოშიც გაწვრთნია. შეთანხმება ბრიუსელში შედგა, სადაც დღეს ირაკლი ალასანია ნატოს არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომას დაესწრო. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ავღანეთში მიმდინარე ISAF-ის სამშვიდობო ოპერაცია იყო. ქართველი ჯარისკაცებიც ხელწერტილში მისიის დასრულებამდე დარჩებიან. ავღანელი სამხედროები წვრთნებს საქართველოში გაივლიან და განათლებას მიიღებენ. ირაკლი ალასანიამ ეს კომენტარი ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ხდომის შემდეგ გააკეთა. სწორედ ხდომის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ 2014 წლიდან ალიანსი კვლავ გააგრძელებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დახმარებას კონსულტაციებითა და წვრთნის მისიით. ამ პროცესში კი ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად არაწევრი ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ მოგვეცა ქართულ დელეგაციას შესაძლებლობა გაგვეცდო ჩვენი ხედვა პოსტ ISAF-ის განმავლობაში როგორ მონაწილეობას მიიღებს საქართველო ავღანური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოში გაივლიან წვრთნებს და განათლებას მიიღებენ ავღანელი სამხედროები. ავღანელი სამხედროები საქართველოში გადამზადებას დადებითად აფასებენ როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წევრები. მე ამაში ცუდს არაფერს არ ვხედავ, როგორც იმაში, რომ საერთაშორისო ოპერაციაში ქართული ძალები მონაწილეობდნენ და ეს ოპერაცია ემსახურებოდა რეგიონში სტაბილურობას და იგივე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა დაცვას, ასევე თვითონ ავღანელი სამხედროები სწავლობდნენ საქართველოში. მაგრამ ყველაფერ ამაზე და კონკრეტულ მოდალობებზე ამ პროექტისა საინტერესო იქნება, რა თქმა უნდა, თუ კი მინისტრი მოვა პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლის შემდგომ საქართველო გააგრძელებს ISAF-ის მისიაში მონაწილეობას, მაგრამ უკვე ამ შემთხვევაში არა საბრძოლო ოპერაციებში, არამედ მხარს დაუჭერს ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების გაძლიერებას, სწავლებას, მათ ტრეინინგს, რაც ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები დღეს არის იმ დონეზე მომზადებული, რომ მას შეუძლია არა უბრალოდ მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ოპერაციებში, არამედ შესწევს უნარის სხვასაც სასწავლოს. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივა რამდენიმე წლის წინაც იყო, თუმცა ვერ განხორციელდა. მისივე თქმით, საქართველოს ავღანელი სამხედროების გაწვრთნის როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსი აქვს. საერთოდ საუბარი იმაზე, რომ მოგვემზადებინა ავღანელი სამხედროები ადრეც იყო, თუმცა აქამდე ეს არ განხორციელდა და მაშინ, როდესაც საქართველო უკვე ამდენი წელია მონაწილეობს საერთაშორისო ოპერაციებში, დაუგროვდა ქართულ სამხედროებსაც იმხელა გამოცდილება, რომ გაუზიარონ თავისი ასეთი გამოცდილება სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ნატო ავღანეთის სამხედრო კონტინგენტის მხარდაჭერას ISAF-ის პროგრამის დასრულების შემდეგაც განაგრძობს. მინისტერიალზე ასევე გადახედეს არსებულ გეგმას, რომელიც 2015 წლის შემდეგ ავღანეთის 352,000 სამხედროს სამჯერ შემცირებას ითვალისწინებს. ნატო არ გამორიცხავს გეგმის გაუქმებას და სამხედრო ძალების მთლიანი რაოდენობის 2018 წლამდე შენარჩუნებას.
პოლიტიკური თვალსაზრისით უმჯობესია ავღანეთის თავდაცვა ავღანეთის ხელისუფლებამ გადაიბაროს. ეკონომიკური გადმოსახედიდან კი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დაფინანსება ბევრად იაფიდაჟდება, ვიდრე საერთაშორისო ძალების განლაგება. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ 2014 წლის შემდეგ ალიანსის როლი და იმედია ჩვენი პარტნიორები თანამშრომლობას განაგრძობენ. მისიის ხსნა და დახმარება გაგრძელდება. ამ კუთხით მოუთმენლად თველით საქართველოსთან დეტალური და კონკრეტული გეგმის გაცნობას. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო ძალიან დაინტერესებულია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს და ჩვენ ამას მივესალმებით. ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდაჭერ საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს. 2012 წლიდან ავღანეთში 1600-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. 3 წლის განმავლობაში კი საქართველოს ქვედანაყოფმა ავღანეთში 19 ჯარისკაცი დაკარგა. და დღესვე ჯეიმს საპატურაი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა ნატოს წარმომადგენელმა ინტერვიუში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ისაუბრა. შიდა საქმეები საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია და ნატოს არ სურს ჩაერიოს მასში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფის ნატოსკენ, ასეთი პროცესები იყოს გამჭვირვალე და კანონის სრული დაცვითა და პატივისცემით წარიმართოს. ჩვენმა მოკავშირეებმა დაგვარწმუნეს, რომ ეს ასეც იქნება. ფიქრობ, რომ დროული ვიზიტია იუსტიციის მინისტრის ჩამოსვლა ბრიუსელში. მან უნდა ისაუბროს რეფორმებზე და ასევე სავარაუდოდ იქნება კითხვები, თუ რა ხდება რეალურად ამ თემებთან დაკავშირებით. მას ექნება შესაძლებლობა დეტალურად ისაუბროს. იუსტიციის მინისტრი ძალიან ცნობილია საერთაშორისო არენაზე, ძალიან გამოცდილი. ასე რომ ეჭვი არ მეპარება ის მკაფიოდ ახსნის თუ რა ხდება. ჩვენ არ გვინდა პროცესებში ჩარევა, მაგრამ გვინდა დაცული იყოს კანონის უზენაესობა. საქართველოში ეუთოს მისიის განახლებაზე შესაძლოა მოლაპარაკებები ისევ განახლდეს. ეს თემა ცოტა ხნის წინ ვენაში მყოფმა ქართველმა დეპუტატებმა ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განიხილეს. მხარემა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელეს. ჩვენი კორესპონდენტი გიორგი მანჯავიძე აშუქებს ქართული დელეგაციის ვიზიტს ავსტრიაში. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და ეუთოს კონფლიქტების მოგვარებისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის შეხვედრა. ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ამ სიტუაციების მოგვარებისა და საქართველოს დეოკუპაციის პროცესის შესაძლებლობა. გაცილებით უფრო რეალისტური იყოს საუბარი მისიის აღდგენაზე, რომელიც შეჩერებულია 2008 წლის შემდეგ რუსეთის მიერ. რუსეთმა დაბლოკა ეს გადაწყვეტილება და დღეს არის სურვილები, მათ შორის ამ ცენტრის, რა თქმა უნდა, ზოგადად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისაც, რომ მოინახოს გადაწყვეტილება და საქართველოში აღდგეს ეუთოს სამუშაო ოფისი. საქართველოს დელეგაცია აქტიურად მუშაობს ეს დღეებია. საკითხები შეიძლება ითქვას არ ახალია, ძველია, მაგრამ ის წინ არასოდეს აქტუალურობას არ კარგავენ. თუ ვიტყვით ქართულ კონტექსტში, ეს არის ბუნებრივია საქართველოს დეოკუპაციის თემა. თუ უფრო გლობალურად ვიტყვით, ეს არის ეუთოში დემოკრატიზაციის პროცესების ხელშეწყობა და ბუნებრივია ამ პროცესებს სხვა ქვეყნების მხრიდან ხელის შემშლელი პროცესები, ხელის შემშლელი მოვლენები ახლავს, მაგრამ ქართული დელეგაცია აქტიურად მონაწილეობს როგორც საკუთარი ეგრეთ წოდებული ქართული ინტერესების დაცვის პროცესში და ასევე აქტიური კონტრიბუტორი არის, როგორც ეხლა მოგახსენეთ, გლობალური ეუთოში დემოკრატიზაციის პროცესების ხელშეწყობის საქმეში. როგორც იცით, ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გუშინაც გამართა, მათ შორის ირლანდიის ელჩთან და ოდირის ხელმძღვანელთან, სადაც საქართველოში ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებზე და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესის მიმდინარეობებზე ისაუბრეს. ჩვენ ვთვლით და აუცილებელია, რომ სამართლიანობა და სამართალი აღდგეს ქვეყანაში და სწორედ ეს პროცესი, სასამართლო პროცესი იყოს გამჭვირვალე იმისათვის, რომ არა მარტო საქართველოს მოქალაქეებმა დავინახოთ ის, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და როგორც უნდა განხორციელდეს სამართალი. ამის სოფლიო საზოგადოებას. ამ თვალსაზრისით ოდირის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ აუმწურავად შევეცადეთ მეგოწოდებინა ყველა ის ინფორმაცია ელჩისთვის, რაც ხდება ევროკავშირთან ინტეგრაციის და დაახლოების კუთხით, იგივე ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დასრულება წელს, ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობა, მადაყოლის მომცველე ვაჭრობა, იგივე ვიზის ლიბერალიზაციის საკითხები და ასე შემდეგ. ძალიან ისეთი მრავლის მომცველი და საინტერესო თემებს შევეხეთ ჩემი აზრით. ამ წუთებში ჰობურგის სასახლეში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მიმდინარეობს, თუმცა სწორედ ამ სესიით დასრულდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის შეხვედრა.
ჩოხა ახალუხი თუ საქმიან პროტოკოლური სამოსი დეპუტატებმა დღეს პირველად იმსჯელეს იმ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტართა ჩაცმულობას განსაზღვრავს. თუ კონსერვატორების მიერ მომზადებული პროექტი დამტკიცდება, კანონმდებლებს სესიებზე ეროვნული სამოსითაც შეეძლებათ დასწრება. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვამ კამათისა და ხუმრობანარევი განცხადებების ფონზე ჩაიარა. კანონპროექტის ავტორი დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული სამოსით მივიდა. ბიძინა გუჯაბიძემ სამოსის შესახებ კანონპროექტი კოლეგებს სწორედ ჩოხაში გამოწყობილმა გააცნო. დღეს მე ნებაყოფლობით ჩავაბარე ის იარაღი, რომელიც ეროვნული სამოსის თანხმობის ახლავს და საერთოდ მისი შემადგენელი ნაწილია, იმიტომ რომ მანდატური არ ჩავაყენე უხერხო მდგომარეობაში. სხვა შორის გუშინ პარლამენტთან რამოდენიმე ცხენი იდგა, ალბათ დაინახეთ მართლა უგონთ და მე ვფიქრობ, რომ ეს კანონპროექტი გვიახლოვდება ნელი. ოპონენტს ბიძინა გუჯაბიძემ სესიის დროს უპასუხა და გოგა ხაჩიძეს მეტი სერიოზულობისკენ მოუწოდა. თქვენ თავლასთან დაკავშირებით და ცხენებთან დაკავშირებითაც გამოთქვით თქვენი მოსაზრება და მე რამდენიმე აპარატის თანამშრომელმა ეზოში პარლამენტის წინ ცხენი დაინახა და იფიქრა ალბათ რომ გოგა ხაჩიძემ მოიყვანა. კანონპროექტის განხილვისას შეკამათდნენ ბიძინა გუჯაბიძე და გოგა ხაჩიძე, რომელმაც კანონპროექტის ავტორი ჰომოფობიური განცხადებების კეთებაში დაადანაშაულა. მან თქვა რომ ესე ხაჩიძეს უნდა ჩოხა ჩაიცოს და უნდა სექსუალური უმცირესობის დასაცმელიო და ეს დავაზუსტე საიდან მოიტანა ასეთ რამე, რატო ითქვა? მე ასე მითხრე ჟურნალისტებმა რომ ბატონმა გოგამ თქვა რომ მაგარი სექსი იქნებაო ჩოხაში, ნუ რა ვიცი ახლა სხვების აი ამას მოყვა ჩემი ასეთი შეფასება. ეკაბესელია ეროვნულ სამოსზე უარს იმ შემთხვევაში არ იტყვის თუ რეგლამენტში ცვლილებების შეტანა მხოლოდ ღონისძიებებს შეეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კონსულტაციები თანაგუნდელთანაც გაიარა. გაცილებით უფრო დიდი არჩევანი და ბევრი ეროვნულ სამოსთან დაკავშირებით, ვიდრე მამაკაცებს. სხვათა შორის ისე მინდა გითხრათ და პრობლემა არ იქნება. მე ერთს ვიტყვი. თუ კი ევროპული ტანსაცმელი არის ოფიციალური სამოსი და საქმიანი სამოსი პარლამენტში, რატომ არ უნდა იყოს ქართული ეროვნული სამოსი იგივე სტატუსის მქონე? საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას უფრო სერიოზული საკითხების განხილვას ურჩევს. მომხრე ვარ რომ რა თქმა უნდა რეგლამენტირებული იყოს, მაგრამ არა მკაცრად რეგლამენტირებული ესეთი საკითხები. მიმაჩნია რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვა საკითხია და ამ საკითხზე კონცენტრირება და ფოკუსირება არ არის. ხა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. სამოსელი პირველის გენერალური დირექტორი ლუარ საფტოგონიძე იმედოვნებს, რომ პარლამენტის წევრები ეროვნულ სამოს მეტ პოპულარიზაციას გაუწევენ. თუ პარლამენტარები ამას ჩაიცმევენ, ჩვენ ვიცით რომ ეს სამოსი მადლიანი სამოსია და ცვლის ასკეთოთ ადამიანს და იმედი გვაქვს უკეთესი პარლამენტი გვეყოლება. პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დეპუტატების ჩაცმულობასთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილა. დამტკიცების შემთხვევაში პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში მისვლა ეროვნული სამოსითაც შეეძლებათ. და გამოშვების ბოლოს დიტო ცინცაძე ბერლინური პრემიერისთვის ემზადება ფილმს, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატია, მალე გერმანიაში აჩვენებენ. რეჟისორის, სცენარისტისა და მუსიკოსის შემოქმედებაში კიდევ ერთი სიახლეა მალე რეჟისორი საქართველოში ჩამოსვლასა და ქართული მხატვრული ფილმის გადაღებას გეგმავს. დიტო ცინცაძეს ჩვენი გადამღები ჯგუფი გერმანიაში ესტუმრა. შემოჭრა ეს თითო ცინცაძის ბოლო ნამუშევარია. ფილმის პრემიერა რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალზე უკვე შედგა, თუმცა ბერლინში მაყურებელი პირველად 27 თებერვალს იხილავს. 1 მარტს კი კინოსურათს ავსტრიაში აჩვენებენ. რაღაცა ეგზისტენციალური დრამა, ფსიქოდრამა და მოკლედ ჟანრების აღრევა არის ყველა ვარიანტში. იძლევა საშუალებას რამდენნაირადმე წაიკითხო ეს. თითქმის ყველა ფილმის სცენარის ავტორი თავადაა. იყო ისეთი შემთხვევა, როცა მუსიკაც თვითონ შექმნა, თუმცა ამჯერად მუსიკის ავტორი გიო ცინცაძე გახლავთ. ეს ფილმი მისი ბოლო ნამუშევარი იყო. არჩევნური მუსიკაა, მართლა არის ხოლმე დარბაზში მიდის ხოლმე მუსიკა, შევამჩნიე ტაშს დაუკრიათ ხოლმე მუსიკისთვის და ეს გიოს დამსახურებაა. გერმანული ფილმის ქართული პრემიერა თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. შემოჭრას მონრეალის კინოფესტივალის გრან-პრი ერგო. მოგვიანებით კი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა მერაბ ნინიძემ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პეტერბურგის კინოფესტივალის პრიზი აიღო. მთავარი როლია პირობით რომ არ თამაშობ რაღაც კეთილში დადებით. გადაღების პროცესი თვითონ იყო არაჩვეულებრივი. დიტოსთან მუშაობა არის ძალიან კარგი, თავს გნობს საკუთარ რაღაც სახლში. დიტო ცინცაძე ახლა უკვე ახალ ფილმზე მუშაობს, რომელშიც მაყურებელი ლაშა ბაქრაძეს და ერთ ახალგაზრდა ქართულ მსახიობს იხილავს. ვფიქრობთ რომ გადავიღოთ ერთი არჩეულებრივი ქართველი ახალგაზრდა გოგო, რომელიც პარიზში ცხოვრობს, თინა მელიავა. პირველად ვახსენებ ამ სახელს, ასევე მთავარ როლში და
დანარჩენები უკვე არა ქართველები არიან. ფილმის მთავარი გმირი ევროპაში დიდი გეგმებით ჩადის და არსებული რეალობა იმედებს უცრუებს. და აი ამ დროს სწორედ ქალიშვილი, რომელიც არ უნახი 10 წელიწადია, ჩამოდის მასთან ერთი კვირით. და აი ეს კონფლიქტია, რომ ამას არაფრით არ უნდა რომ აჩვენოს რა პირობებში ცხოვრობს და რას აკეთებს. და რაღაცას მოვიფიქრებს, რომ აი ეს ყველაფერი გადაფაროს. ამბობს, რომ საკუთარი თავისთვის არასდროს უღალატია. ქმნის ყოველთვის იმას, რაც სურს და ხშირად რამდენიმე თემაზე ერთდროულად მუშაობს. მისი ფილმები ჰეპი-ენდებით არასდროს მთავრდება და მაყურებელს ყოველთვის უტოვებს საფიქროს. როგორც დაგვპირდა მის უახლოეს სამომავლო გეგმებში ქართული მხატვრული ფილმის გადაღებაცაა, რომელზე მუშაობასაც რეჟისორი საფხულში დაიწყებს. ახალკი მთავარი კითხვის ანონსი ეკაბერიძე გაგვაცნობს გადაცემის დღევანდელ სტუმრებს ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა მივესალმები მაყურებელს რამდენიმე წუთში ზუსტად 10 საათზე უნდა დაიწყოს ქალაქის მერის სპეციალური განცხადება. ჩვენ ჩავთავთ თბილისის მერიას და მაყურებელი პირდაპირ ეთერში მოისმენს ამ განცხადებას. დააკავებენ თუ არა თბილისის მერს, რა გზას დაადგება ოპოზიცია და რა გეგმები აქვს ქართულ ოცნებას. მთავარ კითხვას უკვე მერის განცხადების შემდეგ ელისო ჩაფიძე უპასუხებს ქუთაისიდან. გადაცემის ბოლოს მთავრობის საქმიანობა შევაფასებთ ლადო პაპავასთან ერთად. გმადლობთ ეკა ეკაბერიძემ გაგვაცნო მთავარი კითხვის ანონსი. ასეთი იყო დღის თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ორშაბათამდე დაგემშვიდობებით. მე 9 საათის საინფორმაციო სამსახური კი მუშაობას ღამის 12 საათზე განაახლებს.